მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ტაროლოგიურ ეზოთერიულ არხზე. დღეს გვექნება ესეთი საინტერესო გაშლა ახალი კონკრეტული დასტით, რომელიც უშუალოდ იქნება ინფორმაცია უფრო მეტად ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ასევე იმ ეტაპზე ცხოვრებისეულად რაც ხარ, რაში გჭირდება გააზრება, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს სხვა მიმართულებით. მოდი ესე გავაკეთოთ. სახელწოდება როგორც ასეთი არსებული თემას და ვიდეოს დავარქვათ, რჩევა შენი კონკრეტული ენერგიებისგან, რომელიც უკან დგა. მოდი ტოტემი ვთქვათ. რჩევა შენი ტოტემისგან. ესეთი კუთხით რა რჩევა არის ამ ეტაპისთვის შენთვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. შესაბამისად მიიღეთ მომსახურებას. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყეთ. პირველი, მეორე, მესამე. ვინც არჩევა რომ ვერ მოასწრეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ. დავიწყებ პირველით. ამ შემთხვევაში პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის კონკრეტულად ინფორმაცია არის თქვენთვის ესეთი. ჯერ პირველ რიგში უნდა გაიაზროთ, რით შეიძლება საკუთარი თავი გაზარდო და რით შეიძლება რომ საკუთარი თავი ასიამოვნო. იქამდე სანამ კონკრეტულად სხვების სიამოვნებაზე იქნები ორიენტირებული და სხვას გადაყვების სიტუაციური კუთხით, უნდა გაიაზრო ჯერ პირველ რიგში შენ რა გჭირდება, რა მოგიტანს სიამოვნებას, რა გაგახარებს, რა არის შენთვის პრიორიტეტი. შენ ამ ეტაპისთვის რაც გჭირდება ცხოვრებისეულად, რომ გაიაზრო და შეიმეცნო ერთხელ და სამუდამოდ, ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენე საკუთარი თავი. ნუმერაცია პირდაპირ ამოდის პირველ ვარიანტზე. პირველი ვერძის ნიშანით ვიცით, რომ პირველი არის და ის არის პირდაპირ ცვლის მდგომარეობა, ხო? პებელა ეს გარკვეული კუთხით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მინიშნებების შესაძლებელი არის სიზმრების სახითაც გქონდეს ხოლმე და გარკვეული სახის ინტუიციური მდგომარეობაც, უბრალოდ შენ უნდა დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა. რა უნდა გააკეთო საკუთარი თავისთვის დღეს? რითი უნდა გაახარო საკუთარი თავი? ისწავლე უფრო მეტად პირველ ადგილზე საკუთარი თავის დაყენება. როგორც კი შენ ამ არსებულ სიტუაციას გადალახავ და პირველ ადგილზე საკუთარი თავის დაყენებას ისწავლე, შემდეგ უფრო მეტად გამარტივდება ცხოვრებაც და უფრო მეტად დაფასებული იქნები გარშემო მყოფებისგან. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. ესე იგი, არსებულ ვარიანტზე რაც არის ნაჩვენები, კონკრეტულად ამოვიდა ფუტკარი. ამ შემთხვევაში არის ნაჩვენები მდგომარეობა, რომ გჭირდება უფრო მეტად კონტროლი საკუთარი ემოციების და რა თქმა უნდა საკუთარი გეგმების, რა მიმართულებითაც უნდა წახვიდე, უფრო მეტად მტკიცეთ, რომ იყო, უფრო მეტად შრომის უნარიანობა, რომ ჩართო საკუთარ თავთან მიმართებაში, უფრო მეტად უნდა იყო მიზანდასახული, უფრო მეტად უნდა იყო აქტიური არსებული მიზნებისთვის ეს განხორციელებაც გინდა. ანუ შენ უნდა გაიაზრო ის და საკუთარ თავში კითხვა დასვა, რომ მე რო აი ამას ვაკეთებ, მე ეს რას მომიტანს? ან რატომ ვაკეთებ ამას? ხვდები, ზოგჯერ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, აიკვიეტებს აზრს და ბოლომდე არ იცის რატომ უნდა ეს. ანუ იდეაში უნდა, მაგრამ რატომ უნდა გააკეთოს ეს, ან რა მიზანი აქვს, ბოლომდე ვერ იაზრებს. შენ შემთხვევაში უნდა დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა, რომ ის რისი განხორციელებაც მინდა ცხოვრებისეულად, რისთვისაც ვიბრძი, ამის უკან რა დგა? რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, ხო? მეტად უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი, არ კონდეს შინაგანი მერყეობები, თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ რაღაცას ისე აკეთებ, ესე იგი ეს იმის მანიშნებელი არის, რომ შეიძლება ეს შენი არც იყო და ცხოვრების სწორ გზაზეც არც დგეხარ. აქ პირდაპირ არის რჩევის სახით მოცემული ინფორმაცია, მეტად იყავი მიზანდასახული, არ შეგეშინდეს გამოწვევების, იყავი უფრო მეტად აქტიური და გაიაზრე ერთხელ და სამუდამოდ ის, რასაც აკეთებ, შენი პირადი სურვილი არის თუ გარშემოყოფების ზეგავლენის ქვეშ იმყოფები. ეს იყო მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული ინფორმაცია ამოდის კონკრეტულად ღამურად და თქვენთვის არის ესეთი შეკითხვა პირდაპირ მნიშვნელობით, რა მაძლევს ენერგიას, ხო? რა მკვებავს შინაგანი კუთხით, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ადამიანები ზედმეტად იტვირთავთ საკუთარ თავს, ზედმეტად იცით გადაყოლა კონკრეტულ სიტუაციებზე, ადამიანები იქნება ეს მუშაობა, იქნება თუ ნებისმიერი საქმიანობა. შენ რეალურად უნდა გაიაზრო ის, რომ შენ თუ პირველ რიგში კარგად არ იქნები და შენ არ გექნება ენერგია ელემენტარული იმისთვის, რომ იარსებო და იმისთვის, რომ ზოგადად შეძლო მოძრაობა, ხო?
მსგავს შემთხვევაში რად გიღირს ეს საქმიანობა, რასაც აკეთებ? აქ რჩევის სახით ზუსტად ამოდის ის, რომ უფრო მეტად იპოვე ბალანსირება საკუთარ საქმიანობებს შორის და საკუთარ დასვენებას შორის. გაიაზრე შენ რა გაძლევს ენერგიას, რათი უნდა გამოიკვებო, რითი უნდა აღიდგინო ენერგიები. ეს კონკრეტულად იქნება სწორი კვების მდგომარეობა, კონკრეტულად ეს იქნება უშუალოდ ბუნებასთან კომუნიკაცია თუ რა არის, შენ უნდა იპოვო შენი ენერგიის კვების წყარო, რაც ენერგიას მოგცემს. ასევე აქ უნდა გაიაზრო ის, რომ გარშემოყოფი ადამიანები, ვინც არიან ენერგოვამპირები, მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანო მათთან კავშირი, იმიტომ რომ შენ ისედაც იმდენად ბევრ სიტუაციებს ხარ, ასე ვთქვათ, მოდებული, ესე ვთქვათ, ხო, იმდენად ბევრ სიტუაციებში ხარ ჩართული, რომ გარდა ამ რაღაცა ფიზიკური დონის გადაღლილობისა, ესე ვიტყოდი, მენტალურ დონეზე საკმაოდ იღლები და საკმაოდ გამოფიტულობის მდგომარეობა და ამას პლუს დამატებული ენერგოვამპირები, რომლებიც შეიძლება შენ გარშემო ტრიალებდნენ, უფრო მეტად გაცლიდნენ ენერგიას და უფრო მეტად ზიანდებოდე. ასე რომ აქ პირდაპირ გიჩვენებთ ინფორმაციას, რომ მეტად ისწავლეთ კონტროლირება თქვენს კონკრეტულად სამუშაო იქნება, საქმიანობა, სახლის საქმე იქნება, თუ რაც იქნება და დასვენებას შორის იცოდე ზღვარი სად უნდა გაჩერდე და იპოვე ადგილი, რითაც შეძლებ ენერგიების აღდგენას. ან უბრალოდ ეს საქმიანობა იქნება თუ საკვები თუ რაც იქნება რომ ენერგიები აღგიდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეხედეთ დაბლითა ის არის წახვალდე მინუსის მდგომარეობაში. ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ, მაგრამ ვერ და არ ანოითარებთ. გისურვებთ წარმატებას, დამიწერეთ კომენტარებში, ამდენად მოგეწონათ მსგავსი გაშლა.